სანდრო ბარამიძე მოვიწვიოთ ჩვენთან სტუდიაში და უფრო დავსერიოზულდეთ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მართლა თუ არ გაიცინე, მოგესალმებით ბატონო სანდრო, რატომ უწევთ ხომ ამ სიგიჟე კანონების მიღება? იმიტომ რომ ხალხი ქუჩაშია, იმიტომ რომ შაბათის მარშები ორმაგდება, იმიტომ რომ ხალხი არ ეგუება ამათ და ეუბნება რომ ჩვენ ასეთ ქვეყანაში არ მოყვებით, მოგესალმებით ბატონო სანდრო. მაინც შევაფასოთ ეს კვირის თავარი ამბავი, ალბათ იყო ეს რეპრესიული კანონები, სიგიჟის რა ზღვარზეა მისული რეჟიმი. Ну, სიგიჟის იმ ზღვარზეა მისული, რომ უნდა რომ ყველანი გავჩუმდეთ, იმიტომ რომ ხედავენ, რომ არავით არის არგუმენტი, არავით არის პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, იმ პრეტენზიებზე, რომლებიც საზოგადოებას გააჩნია ამ რეჟიმის მიმართ, მათ პასუხი უბრალოდ არ აქვთ. ამიტომ რაღაცა fake დისკუსიები დაიწყეს ვითომ. ამიტომ რაღაცა fake სუვერენიტეტის, ასე თქვა, დაცვის თითქოს და საფუძველზე უბრალოდ უნდათ რომ დაგვიხშონ, ასე თქვა, საინფორმაციო ღრუ, როგორც ერთ ფილმში არის. ამ უბრალოდ არ უნდათ რომ შევიკრიბოთ ქუჩაში თუ სადმე და ამიტომ ტროტუარზე დგომა არ შეიძლებაო, ესეც მოიგონეს. ეს სიტყვით აღარ იციან რა ქნან სინამდვილეში და ამიტომ იგონებენ ერთმანეთზე უარეს აბსურდულ, ასე ვთქვათ, კანონებს. კანონები, რომლებიც უბრალოდ დანაშაულად აცხადებს ადამიანის მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას. ამას სხვა არაფერი არ ქვია. გეუბნებიან, რომ თუნდაც ერთი თეთრი მიიღეს რაღაც, ვთქვათ, შენი ოჯახის წევრისგან, რომელიც იტალიაში ბეიბისიტერად მუშაობს, ვთქვათ, და მე ეს თუ მოიხმარე, ან შეიძლება მოიხმარო იმისთვის, რომ სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე, ან საზოგადოების რაღაც ნაწილზეო ეს გავლენას მოახდენო, ან უცხო ქვეყნის რაღაცა ინტერესებს მოხმარდებაო, თან შეიძლებაო. ეს ყველაფერი 6 წლამდე ციხით გემუქრება. Ну, ეს სიტყვით იურიდიული თვალსაზრისით ხა ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკო, მაგალითად იმაზე, რომ სისხლის სამართლის კანონს არ შეიძლება კონდეს უკუძალა. როდესაც ის აწესებს პასუხს, ან ამკაცრებს პასუხისგებლობას. არა და დე ფაქტო ამ კანონებს აქვს უკუძალა, მიუხედავად იმისა, რომ წერია რომ არა აქვს. სინამდვილეში აქვს. სისხლის სამართლის კანონი სჯის ქმედებას. ქმედება, რომელიც ჩადენილი ჯერ არ არის იმას ვერ სჯის და არ სჯის არც ერთ ქვეყანაში სისხლის სამართლის კანონი. არა და შეიძლება მოხმარდეს ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. თუნდაც ეს იყოს კრიმინალური აქტი, თუ არ ჩამიდენია, ანუ ჯერ არ მომიხმარია, აი იმ რაღაც საშინელი მიზნებისთვის, ხო? რანაც შეიძლება ამისთვის დავისაჯო. ეს ვიყოთ, ეს ყველაფერი არის ერთმანეთში არეული რაღაცა დომხალი, ამას არ ქვია კანონმდებლობა. ბატონო სანდრო, თქვენ აღწერეთ ახლა ეს ვითარება და აქ ჩდება შეკითხვა, რა პერსპექტივა აქვს ამ კანონს. ჩვენ ნახეთ კანონები, რომელიც ფურცელზე დაწერილია, არალეგიტიმურ პარლამენტში დამტკიცებულია, მაგრამ ხალხმა ის გააუქმა. გააუქმა მაგალითად კანონი, რომელიც მის გადაადგილებას ზღუდავს პირდაპირ, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ცდილობს, რომ დაიჭიროს ვიღაც, დააშინოს, საზოგადოების რეაქცია აჩვენებს, რომ ის არ აღიარებს ამ კანონს და კანონი, რომელსაც ხალხი არ აღიარებს, იმ კანონს წესით პერსპექტივა არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამას აღიარებდეს ვინმე. ან ხმამაღლა გააპროტესტებს, ან გულში მაინც იტყვის, რომ ის არ აღიარებს ასეთ კანონებს. მე მაინტერესებს პრაქტიკაში რა პერსპექტივა აქვს უკვე ამ კონკრეტულ ცვლილებებს, რომელიც გრანტების შესახებ კანონში შეიტანეს. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის აპრილში მათ მიიღეს ეგრეთ წოდებული თუ მაისში, აღარ მახსოვს ახლა უკვე, რუსული კანონი, რომელსაც არ უმუშავია საერთოდ, არავის მიმართ ის არ გამოყენებულა. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის ესე ვთქვით, 2025 წლის მაპატიეთ მაისში ძალაში შევიდა ეგრეთ წოდებული ფარა. არავის მიმართ ის არ გამოყენებულა და არ ამოქმედებულა. ჩემი აზრით, მასობრივი კუთხით ეს კანონიც ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ შეუძლებელია უბრალოდ ამისი ამოქმედება. არ არის ოღონდ გამორიცხული, რომ საზოგადოების დაშინების მიზნით ვიღაცის მიმართ ჩერჩევითად გამოიყენონ.
თუმცა ამას იზამენ თუ არა, ესეც საკითხავია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხა ადამიანს როცა სისხლის სამართლის წესით გაასამართლებდა დასჯი ისეთი კანონისთვის, რომელიც არც ერთი კრიტერიუმით კანონის მოთხოვნებს არ პასუხობს, რომელსაც საბოლოო ჯამში სტრასბურგი აუცილებლად იტყვის როდისღაც, რომ ეს უბრალოდ არის აბსოლუტურად ყოველგვარ დემოკრატიულ პრინციპებს მოკლებული კანონი და ამის საფუძველზე პირის გასამართლება საერთოდ მოკლებულია ყველანაირ სტანდარტებს, არ აკმაყოფილებს არც ერთ სტანდარტებს, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებას ჰქონდა. საბოლოო ჯამში ამ გამოყენების შემთხვევაში იმ ადამიანის ვის მიმართაც მას გამოიყენებენ, მათ მოუწევთ რაღაცის კომპენსაციის გადახდა და ასე შემდეგ. ეს ჩვენიერად იციან, აქედან გამომდინარე ძალიან ძნელი იქნება ამისი აღსრულება. თუმცა კიდევ მეორე შეშლილობის მას რა ქვია ხარისხს გააჩნია მათი, რომ გამოიყენებენ თუ არა ცალკე აღებული პირების მიმართ აი ეს. ბატონ სანდრო, ბევრი პარალელი იძებნება და ვლინდება ხოლმე ამათ ფორმალურ მოქმედებებში ისეთ ქვეყნებთან, რომლებმაც კლასიკური ავტორიტარიზმის მოდელები შექმნეს ჩამოაყალიბეს ავითარებენ წლების განმავლობაში. იცნობთ რა ამ გამოცდილებას ვის შეიძლება შევადაროთ, იმიტომ რომ ზოგანი ითქვა და რამდენად გადაჭარბებულია თქმა იმის, რომ ფორმალიზავენ კანონის დონეზე შეიძლება რაღაცეებში რუსეთს ან ბელორუსს გადაასწრესო და ობიექტურად რო ვთქვათ, რა ფაზაშია დღეს ქართული საკანონმდებლო სივრცე ავტორიტარიზმის ფორმალიზების კუთხით. ეხლა რუსულიდან რო ხდება ამის ყველაფრის კოპირება, ეს ახალი არ არის, ხო? ამათ საერთოდ არაფრის მოგონება, ახლის მოფიქრება არ შეუძლიათ, ყველაფერი არის რუსული პლეიბუქი, ეს გასაგებია. თუმცა ამ მომენტამდე რუსეთს ან თუნდაც ბელარუსს მათ ვერ შეადარებ, იმიტომ რომ აღსრულების დონეზე ყოველთვის ჰქონდა დღემდე ამ მომენტამდე ყოველ შემთხვევაში პრობლემა. არ ვიცი, ეხა თუ დაძლევენ ამ თავიანთ იმას, რა ქვია, შემაკავებელ ფაქტორებს, რომელიც აშკარად გააჩნიათ, იმიტომ რომ კიდევ მეორე წეგან ჩამოთვლილი კანონები მათ ხო არ აღუსრულებიათ. გასაგებია, რომ ტროტუარისთვის ადამიანებს იჭერენ, მაგრამ ბოლოს აქ რამდენიმე დღიან პატიმრობაზეა, ხო, ლაპარაკი. ხო, როდესაც რამდენიმე წლით სისხლის სამართლის წესით გაასამართლებ კაცს და რამდენიმე წლით ციხეში გაუშვებ ამის გულისთვის, ეს კიდე რაღაცა სხვა ტიპის დარღვევაა. ეს კიდე რაღაცა სხვა ხარისხის დარღვევა. ამაზე წავლენ თუ არა, მე ძალიან ეჭვი მეპარება. კიდევ იმერე, ვიღაც ცალკე აღებულ შემთხვევაში შეიძლება ასე ქნან, მაგრამ ეს არ იქნება ერთ-ორ შემთხვევაზე მეტი თუ იქნება საერთოდ.